ყველა ავტორიტარული რეჟიმის დაცემა ან მაგალითად რაც სირიაში მოხდა ან შესუსტება ირიბად აძლიერებს დემოკრატიულ სისტემას და ასუსტებს ავტორიტარული რეჟიმებისკენ სწრაფის მქონე თუნდაც საქართველოს მსგავსი ქვეყნების პოზიციას. ასე რომ გლობალური მოვლენა რაც მოხდა ამ დღეებში ის უკვალოდ არ ჩაივლის არავისთვის არც ერთი ქვეყნისთვის ჩინეთიდან დაწყებული და დამთავრებული რუსეთით, მაგრამ მას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. გიორგი, აი წყინვალე გადაცემა იყო მე უყურე დღეს აი ამ 3+3-დან დაკავშირებით და ეს არ იყო შემთხვევითი მეც რამდენჯერმე ვისაუბრე ამ საკითხებზე Facebook-ზე დავწერე, მაგრამ გიორგი გადაცემაში მრავალმხრივ იყო ეს თემა გაშლილი, იგივე ჯეფრი საქსი საიდან გაჩნდა საქართველოს რეალობაში. ეროვნული ბანკი, რომელმაც მაისში ჩაატარა ლარის 30 წლისთავი, რომელიც დეკემბერშია რა უნდა და ლარის იუბილეს, რომ ვიღაცეები შემოეთხოვებინათ და არავინ არ ჩამოვიდა, მაგრამ თავარი ახლა ხვდებით უკვე, თავარი აქ იყო ჯეფრი საქსის ჩამოყვანა, რომელმაც მაშინ კი არ ლაპარაკა 3+3-ზე, მაგრამ დაგეგმილი ჰქონდათ მეორე ნაბიჯი, ერთი კვირის მერე უკვე მთავრობამ ჩამოიყვანა, რომელმაც ილაპარაკა, ასე ვთქვათ, საქართველოს ფაქტობრივად პირდაპირ მინიშნებით, რომ საქართველოს ადგილი არ არის ევროატლანტიკურ სივრცეში. რომ საქართველო არც ნატოში და არც ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს, ვინაიდან ნატოში გაწევრიანება, ეს ასე ვთქვათ, ეს თეორია, რომ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და რომ დამნაშავე არის საქართველო, უკრაინა ან ყველა ვინც რუსეთს აღიზიანებს და ომი რომ უკრაინაში ეს უკრაინის ბრალია, რადგან ის გააღიზიანებს რუსეთი და მე ყველაფერს აბრალებს მრავალ თავის გამოსვლებში ბუქარესტის სამიტს, სადაც საქართველო და უკრაინა გამოცხადდა როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ერთი კვირის შემდეგ ჩამოიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ რაღაც იმედები ჰქონდათ ტრამპის, მიუხედავად იმისა, რომ შიში უნდა ქონოდა ტრამპთან დაკავშირებით, ვინაიდან აგერ ირანს არასდროს არ უყურებდა, ასე ვთქვათ, ტრამპი კარგი თვალით, პირდაპირ უკვე დაიწყეს პოლიტიკური და პროპაგანდისტული ნიადაგის მომზადება ირან, რუსეთ, თურქეთთან გაწევრიანებას. ეხლა ის საინტერესოა, ხო, შევახსენოთ მაყურებელს 3+3 რას გულისხმობს, ეს არის რუსეთი, თურქეთი, ირანი. სინამდვილეში რუსეთი. ხო, სინამდვილეში. რუსეთის ასე ვთქვათ იდეა. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. ხო, აქ თუ შევხედავთ სტრუქტურას, მაგალითად თურქეთი და აზერბაიჯანი მოკავშირეები იყვნენ მოკავშირეები და ახლა აღარ არიან რუსეთი და სომხეთი, რჩებოდა ირანი, რომელიც ესაზღვრება სომხეთს. საქართველოს სრულიად ამოვარდნილი არის ამ კონტექსტში. აქ არ არის მისი ადგილი, თვითონ გვეუბნება მოწყობაც კი აი ამ მოდელის 3+3-ის, მაგრამ რუსეთი მუდმივად ამბობდა, რომ საქართველო უნდა იყოს ამ ფორმატში, რომ კარიღია და ამ შემდეგ და საქართველო ეტაპობრივად არბილებდა თავის პოზიციას და სრულიად ცხადი იყო, რომ ის აქეთკენ ისწრაფოთ. ახლა სიტუაცია გვაქვს შემდეგი. ირანი ასეთ მდგომარეობაშია დღეს. ეს ფორმატი მოხდა ეს ფორმატი და მაშინ ეს იყო ეს მინდა რომ ეს იყო ასე ვთქვათ მთავარი შემაჯამებელი და ისევ რომ გავიხსენოთ სპეციალურად ჩართეს ჯეფრი საქსი რაღაც რეგიონულ ფორუმზე, სადაც კობახიძე და მთელი მთავრობა ესწრებოდა და მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის იდეალური იქნება, რომ ის ამ ფორმატ შეუერთდეს. ეს ფორმატი არის რუსეთის მიერ გამოგონებული, ასე ვთქვათ, როდესაც რუსეთის პოზიციები ძლიერი იყო, ჯერ კიდევ სანამ უკრაინის შეიჭრებოდა, სანამ უკრაინაში მას უკვე უზარმაზარი პრობლემები წარმოექმნა საერთაშორისო იზოლაციაში და ეკონომიკური სანქციები, მაშინ მთელი არმია ყავდა აფრიკაში და ეს რომ ააფეთქა პუტინმა ეს კაცი რაგვარია. ხო, პრიგოჟინი და მთელი ეს ასე ვთქვათ სამხედრო და ასე ვთქვათ წარმომადგენლობა და მე უკვე დაეცა ეს რეჟიმები უზარმაზარი როლი, წარმოუდგენელი როლი ითამაშა ისრაელმა. რა თქმა უნდა გაუკვალა, თუნდაც რომ არა ისრაელი არასდროს არ მოხდებოდა ისაც რაც გააკეთა ტრამპმა. დემოკრატების ადმინისტრაცია არასდროს არ იზამდა, არც ობამა, არც ბაიდენი და არც არასდროს ასე ვთქვათ დემოკრატიული პარტია ამაზე ვერ წავიდა და რაც უნდა მომხდარიყო და არც ამერიკის ამ ადმინისტრაციას უნდა მაინც და მაინც მაგრამ ისრაელმა გაანადგურა ხამასი, გაანადგურა აგერ ჰეზბოლა
ამან ბიძგი მიცა სირიაში პროცესებს და სადათი დაეცა და აგერ ისრაელმა ფაქტობრივად დაამხო ირანის ასე ვთქვათ სამხედრო ძლიერება. ასეთ ამ ფონზე სულ რაღაც 10 დღის წინ იყო ეს ამბების თუ ორი კვირის წინ აი ჯეფრი თბილისში და ზუსტად ერთი კვირის კი არა 3 დღის წინ სანქტ-პეტერბურგის ეგრეთ წოდებული ეკონომიკის ჯერ ლართან დაკავშირებით შემოიყვანეს მერე უკვე განაცხადა რომ 3+3 რა კარგია თანაც თავრობა ესწრება ამას და თავს უკნევს ამის მერე მოსკოვში ფორუმი რაღაც რუსეთი 50 წელს თავარი მომსახურებელი იყო ლავროვი ჯეფრი საქსი სადაც იყო ეს რაინდაცინით ეძახიან ვასაძე მისი რომელიღაც მეგობარი რუსი ოლიგარქი რუსული რაღაც ნახევარ რელიგიური ტელევიზიის ასე ვთქვათ მეპატრონის მიერ გვარი დამავიწყდა აი ქორები და რა თქმა უნდა დუგინის მთელი იდეოლოგიის და აგერ საშინელი გადაცემა იყო 6 თუ 7 დღის წინ YouTube არხზე 2 საათ ნახევარი ტაკერ კარლსონთან საუბარი აი ამ ჯეფრი საქსისა სადაც შეურაცხყოფას აყენებენ პირდაპირ ქვეყანას. როდესაც ეს ჯეფრი საქსი ამბობს რომ შეხედეთ საქართველოს რომელი ევროპაა საქართველოს რომელი ნატოა და ეს ტაკერ კარლსონი იცინის თანაც და ხო საქართველოს სტალინის სამშობლო საქართველოს ევროპა და ნატო რო წარმოუდგენელი რაღაცა იყო და მიუხედავად ამისა აი ამ ფორმატში გაწევრიანების ასე ვთქვათ მცდელობა ამ ხელისუფლებისა დასამარხ ეს შეიცვლის ასე ვთქვათ რაღაცნაირად თავის ფორმასა და შინაარსს თუ უბრალოდ შეგვიძლია დავივიწყოთ 3+3 და აღარ იარსებებს ამ ირანის პირობებში სადაც უკვე შიდაწინააღმდეგობა ირანის გამოკლებით ნუ ხო არ ვიცი 3+2 თუ იქნება თუ რა იქნება არ ვიცი უკვე ეს იყო სატყუ არა ერთადერთი ანგარის გასაწევი ძალა შეიძლება ყოფილიყო თურქეთი და კიდევ კარგი რომ თურქეთი ასე ვთქვათ ზეწოლას არ ახდენდა და თურქეთს რომ ასე ვთქვათ მოენდომებინა და რა თქმა უნდა ზეწოლას არ ახდენდა ამერიკისა და დასავლეთის გავლენით და ერთ-ერთი ასე ვთქვათ სახიფათო აი ამ შექსეულში თურქეთი იყო მაგრამ უკვე ირანი რომელიც აი როგორც ითქვია დარჩა ყველასგან მეფელირივით მოკეთ ყველასგან მიტოვებული რუსეთს ახლა უკრაინაში პრობლემა რა ასე ვთქვათ რითი შეიძლება ირანს დაეხმაროს პირიქით ირანი იქით ეხმარებოდა რაკეტები და დრონები და ეს ქარხნების დაბომბილია განადგურებულია ეკონომიკურად ორმოზის სულტეზე საუბრობდით თქვენ წარმოუდგენელია ეს რომ მოხდეს ვინაიდან არაბეთის ქვეყნების მაგალითად კუვეიტის ნავთობის 100% 93 კი არა გადის ორმოზის სრუტიდან. ისევე როგორც ნახევარზე მეტი საუდის არაბეთის გაერთიანებული საემიროების, რომელსაც ცოტა უკეთესი მდგომარეობა აქვს ზემოთ არის და შეიძლება ხმელთაშუა ზღვით წავიდეს ამერიკისა და ევროპისაკენ მისი ნავთობი, მაგრამ აქეთ ჩინეთისკენ წავიდეს, მაშინ გიბრალტარით და შემოუაროს თელს ოკეანეს. ამიტომ იყო ეთყობა სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, რომ ჩინელებმა ვერთიო აღმოჩნდა ჩინეთის მიმართულებით თურმე აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი მესამედი და მთელი არაბული ქვეყნები აქედან აწვდიან ნავთობს ჩინეთს და გადავისა დასავლეთი არ შეწუხდება რა თქმა უნდა ეს ჩინეთის პრობლემაა ერთადერთი ვისაც ეს შეიძლება ასე ვთქვათ გაუხარდეს ეს არის რუსეთი რომ ეკონომიკურად ის რომ ნავთობზე ფასები აიწევს და პოლიტიკურად ის რომ აქ დაძაბულობის კერები წარმოიშვება და მესადმე ყველა შემცირდება ამიტომ მოდი დავამთავრე რატომ ამბობ ირანის რეჟიმის შესუსტება იქ აუცილებლად შიდა კრიზისი გამოვდება მე არ ვამბობ რომ ირანში რევოლუცია მოხდება რევოლუციური სიტუაცია არ არის ირანში მომზადებული მაგრამ შეიძლება პერესტროიკა მოხდეს ანუ ელიტების ასე ვთქვათ ბუნტი რაც საბჭოთა კავშირში იყო არადაუშვათ ხალხის მასობრივი გამოსვლით ან რაღაცა გარეჩარებებით არამედ ყოველ შემთხვევაში 1-2 წელიწადში შეიძლება ეს არ მოხდეს მაგრამ შიდა კრიზისების გამწვავება და ირანის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების შესუსტება საქართველოსთვის ასე ვთქვათ დასავლეთის ალტერნატივად ირანის
ჩინეთის, რუსეთისა და აი ეს არაბული ქვეყნების წარმოჩენა და დუბაიში რომ დადიან და თვითონ დუბაიდან ინვესტიციებში ჩაანაცვლებენ და ასე შემდეგ. არაბული ინვესტიციები იმ ხელისუფლებამ შემოიყვანა. ერთადერთი არაბული ინვესტიცია მართლაც ემირატებიდან მოდის, სასტუმროები, ბილბორდი, მეტეხი და რაღაცები ააშენეს და ეს მართლა წარმოუდგენელი რა იყო. რა იყო? საქართველოს რა ვიცი მე-12 საუკუნის შემდეგ არავითარი კავშირი არაბულ სამყაროსთან არ ჰქონდა. ერთადერთი ის იყო ჩვენი საექსპორტო პროდუქცია ის იყო, რომ ბავშვებს იპარავდნენ, ასე ვთქვათ, მეომარ მომებად მამლუქებად ყიდიდნენ. არაბული სამყარო გაჩნდა სწორედ იმ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არ არის ის მასშტაბი, რომელმაც შეიძლება ინვესტიციები ჩაანაცვლოს. ჩინეთი ინვესტორი არ არის საქართველოში. ჩინეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2 მილიარდზე ნაკლებია, 28 მილიარდია. 0.18%-ია დაახლოებით, ვინაიდან ჩინეთი ბატონო, გვინდა რომ მოვასწროთ სხვა საკითხები. ანუ იმის თქმა მინდა რომ ალტერნატივას, ოდესაც ისინი ეძებდნენ დასავლეთის ალტერნატივას არაბულ სამყაროში, ირანში, ჩინეთსა და რუსეთში ეს ალტერნატივასაც კი ილუზიებიც კი დაემსხურა იმ მოვლენების შემდეგ ამ ხელისუფლებას, რაც ახლა ირანში ხდება. კი ბატონო, გადმოვინაცვლოთ საქართველოს უკვე სხვა საკითხებზე. ჩვენ გვსურდა ერთ-ერთი საკითხი თქვენთან განგვეხილა, ეს არის ის კანონპროექტი, კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, აი ფულის გათეთრების საქმეზე, რომ ზიანის ანაზღაურება, როგორც დამნაშავისგან, ისე მისი ნათესავებისგან, ან მასთან დაკავშირებული პირებისგანაც შეიძლება. რამდენად საშიში კანონია ეს, მოდით იმის შინაარსი თქვენგან გვიმარტეთ, ახლა უამრავი ადამიანი ფიქრობს, მას შეეხება თუ არ შეეხება ეს, ან რა შეიძლება ამ კანონს მომავალში დააშენოს კიდევ, ხო? აი რისთვის იღებს ამას და რა გავლენა ექნება ჩვენ საზოგადოებაზე, ბიზნესზე, ვისაც ფული აქვს და ვისაც არ აქვს. პირდაპირ შეიძლება თქვა, რომ ეს საშინელი კანონი, ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა ეს კანონი და ყველანების მერი ნაბიჯი მიმართულია ივანიშვილის პირადი ინტერესებისათვის, იმ კანონის არ იყოს, რა ქვია, ოფშორების კანონის არ იყოს და ახლაც ის ფიქრობს, რომ აი ამ მისი ბიტკოინები თუ ვინმეზე არის გადაფორმებული, ან ვინმე თუ იცის კოდი, იქ აწარმოოს, იქნება აწამოს ან რაღაცა გამოსტყუოს, ასე ვთქვათ, ეს ბიტკოინები თუ არა და ოჯახს წაართვას ქონება წილები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის, ასე ვთქვათ, თავისი პრობლემის გადასაჭერად მოიხარშა თავებში, მაგრამ მე როგორც ჩანს, თორე დაწყდნენ და დაინახეს გაუთქმათ, ასე ვთქვათ, ეს სერიოზული რეპრესიული მექანიზმი არის ხელისუფლების ხელში ყველასადმი, არა მარტო ოპოზიციისადმი, როდესაც ოპოზიციად განწყობილი ადამიანები, ასევე ბიზნესი პირველ რიგში შეიძლება დაზიანდეს მსგავსი კანონით, არამედ ყურებით დასაჭერად გამოიყენოს საკუთარი გარემოცვა, საკუთარი ბიზნესები, საკუთარი მომხრეები, ტერორში ამყოფონ. ეს ტერორი დაწყებული იყო. აქვთ ეხლა აგერ ჯერ ეს ვინც გამოწურა ლიმონივით და ნახმარი ხელთათმანებით გადააგდო, ეს ხალხია ვინ დასანქცირებული და ვინც იმაში იყო მაგნიტსკის სიაში. სად არიან? მაშინაც აქვეთა მინისტრი, სად არის? თავის ცხოვრებაში საკეთო ბარაც ვერ აიღებს ის. და ვერასდროს ევროპაში ვერ მოხდება, იმის სიაშია, მაგნიტის სიაში. ხომ ჩამოიცილა, აგერ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაიჭირა. აი ამას მაინტერესებს თქვენი აზრი. ხა მიქაუტაძე უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ჟურნალისტურ გამოძიებების მიხედვით მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ აშკარა კორუფციული ნიშნები იყო, ხო? მაგრამ მანამდე ხო იცოდნენ. არა, სხვა რამის თქვა, იმიტომ რომ მიქაუტაძე რო ჩემპიონი არ არის მაგ საქმეში, ქართული სისტემის წარმომადგენლებს თქვენ ხო? შეიძლება თლად აუთსაიდერი და ბოლო ადგილზე არ არის, მაგრამ ხა პირველ 20 ან 50, ნუ ალბათ 30-ში მეეჭვია. არც 30-ში, არც ასეულში არ არის და რა ხდება ბატონო, მაგრამ ერთი გასაგებია, რომ ღარიბაშვილის კადრი იყო. ღარიბაშვილის ტიპებს არა მარტო ათავისუფლებენ, იქ ელექტროსისტემა იქნება თუ ასე შემდეგ, არამედ უკვე როგორც ჩანს იჭერენ კიდეც და როგორც ჩანს მათგან თანხების ამოღების აუცილებლობა გაჩნდა. ერთია ღარიბაშვილში რაიმე ტიპის პოლიტიკურ რესურს ხედავენ და ამ ხრივ უნდათ რომ მთლიანად გაუუნებელყონ, არ ვიცი, ან ივანიშვილს აქვს რამე მისდამი პერსონალური უკმაყოფილება და მეორეა რა ხდება, ფული აკლდებათ და ამისთვის იწყებენ არავითარი ფინანსური საფუძველი ამას არა ერთგულების ასე ვთქვათ შეერყევის მინიმალური შესაძლებლობა მიქაუტაძე რომელი პოლიტიკური განცხადება მიქაუტაძეზე არ ვამბობ ღარიბაშვილზე ვამბობ ღარიბაშვილი პირველი შეშინდა სანქციების პირველი განერიდა აქტიურ
პოლიტიკა ჩამოცილდა. სიუჟეტები კეთდებოდა რომ სამი თვეა პარტიაში არ გამოჩენილა. იქ შვილი ამერიკაში სწავლობს და არ გამოუძევებიათ, ესე იგი გამოდის რომ რაღაც ფორმით მან გააფრთხილა იგივე თუნდაც ამერიკელები რომ ის პოლიტიკას ტოვებდა და ასე ვთქვათ ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ფაქტობრივად თავი გადაირჩინა ღარიბაშვილმა საერთაშორისო სანქციებით და პარტიის ყველაზე დიდი პოსტი დატოვა. მაგრამ აი ფულის საკითხი ბატონო, ეს კანონი რო ვახსენეთ, აი მაგალითად კანონამდე მივალ. რუსეთში რა გამოჩნდა? ხა მოდელებს თუ ვადარებთ ან ერთმანეთის გაგრძელება გონია. რუსეთში რა გამოჩნდა? პუტინს აქვს ბერკეტები, რომ არავის ქვეყნიდან ფული არ გაატანინოს. მე მგონი ივანიშვილია ერთადერთი, ვინც იქიდან ფული წამოიღო. არ გაატანინოს არავის ფული განსაკუთრებით აი ამ ომის მდგომარეობაში და ყველა ყავდეს დაბმული ადგილებზე, ხო? ეს აძლევს ამის საშუალებას ივანიშვილს, ხო? აი ხლა იქ ვიღაცამ მოიპარა, ბევრი ფული გააკეთა, მაგრამ უკან მოატანინებს. სავარაუდოდ ამა თუ იმ ფორმით უკან რა ბიუჯეტში არა ანუ თავის სიმწეში ამ გამონით ეს შეუძლია მაგრამ მისთვის ეს არ არის მნიშვნელობა რა ფულს არ უნდა მოატანინოს ერთი იმდენს თვითონ დადებს რაიმე ამას არ აქვს რა ფინანსური მაგრამ შანტაჟის ბერკეტი რა შანტაჟი სერიოზული ბერკეტია პუტინი რომ ახსენებდა 2 მილიარდ ნახევარი გამოატანა მას და აგერა ფორბსით 4 მილიარდი აქვს სომეხ ოლიგარქს რომელიც გაუშვა პირდაპირ პუტინმა სომხეთში მანაც ელექტროსისტემა იყიდა და ფაქტობრივად შეეკრა რუსულ სამღვდელოებას სომხეთში და უნდა დამხობა ხელისუფლების და ადგა და ჩასვა ერთი კვირის წინ ციხეში ჩაახვდა ციხეში აგერ განცხადებები აკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოქალაქეა ეს კაცი ორმაგი მოქალაქეობა მაგრამ პაშინიანმა ასე ვთქვათ მომენტალურად იმას ხდა ასე ვთქვათ დასვა როგორც იტყვიან ადგილზე და სომხეთს ივანიშვილის სომხეთში პუტინს ივანიშვილის სცენარი არ გამოუვიდა ვინაიდან ის ოლიგარქი გაანეიტრალა და მღვდლებსაც დაიჭერს ახლა იმიტომ რომ ძალიან პროდუსულად განწყობილი სასულიერო პირები არიან და სასულიერო ოლიგარქიული რევოლუციის მოწყობა უნდათ სომხეთში ამიტომ რაც შეეხება მიხაუტაძეს დაბალ გარემოცვის წევრი ყველა გაათავისუფლეს უკლებრივ ვინც ღარიბაშვილთან იყო ვინაიდან ღარიბაშვილმა ერთგულების პრინციპი დაარღვია და თავი გადაირჩინა თორე ვინ ტოვებს ამოდენა პოსტს ასე საკუთარი ნებით ამ პოსტთან დაკავშირებულია მთელი ღარიბაშვილის ასე თქვა სიმდიდრე და ის კონებრივი სიკეთები რაც მას აქვს მაგრამ კონებად შეენარჩუნა და განერიდა და ახლა გარანტია აქვს რომ მას კონება შეინარჩუნა ყოველ შემთხვევაში ამ დონის რეპრესიები მას ჯერ არ ჭირდება ვინაიდან რყევა ასე თქვა ჯერჯერობით არაჩანს მის ახლო გარემოცვაში ეს მიხაუტაძე საჩვენებელი მაინც ნიშანი მისთვის სამი მომენტია პირველი ღარიბაშვილის გარემოცვა მეორე საჩვენებელი ხო უნდა თქვას რომ ანტიკორუფციულ რაღაცას ვიწყებთ რომ მიხაუტაძეს ეს ასე ვთქვათ კორუმპირებულების ამბავი ტელესიუჟეტების თემა იყო თუმცა ის არ არის არც ათეულში არც ასეულში და არც კიდე ყველაფერს რა თქმა უნდა ყველაფერს ეს არის საჩვენებელი არა ის თუ ასე ვთქვათ მოიპარავდა ეს ბედი-გელი არამედ ის რომ შენ რომ აი ამ ხელისუფლების პირობებში იშოვე ახლა უნდა იყო მონა უნდა იყო აქტივი უნდა დაეხმარო არჩევნებში და უნდა იყოს სისტემის ნაწილი. ამ ბიჭმა მოიდომა განდიდება ბარსელონაში 600-ზე სახლი იყიდა რაღაცა და ფული იშოვა და გაქცევა მოიდომა. ნუ რაც უკაცრავად. ჩემ ასე მოდი მემსახურე. და ეს ნიშანია ყველასათვის. ერთ-ერთი საჩვენებელია. რაც შეეხება ამ კანონს. ამ კანონში ჯერთი არის მეორე ნაწილი ამ კანონის, ასე ვთქვათ, ასევე ძალიან ცუდი, როდესაც ის სამართლებრივი საქმის წარმოების პროცესში ისეთი დანაშაული როგორც არის ფულის გათეთრება, თაღლითობა, ყაჩაღობა და უამრავი შეიძლება ნებისმიერი საქმის ფინანსური დანაშაულის გადასახადების გადაუხდელობაც კი ჩაწერო. ასეთ სამოქალაქო ვაფშე სასამართლოში ვერ მიდიხარ. სასამართლოს გარშე ხდება აღსრულება. მეორე ეს გაგვიმართეთ კარგად. აი მაგალითად ადამიანი დაიჭირ ისაც არის რაღაც თაღლითობა. აი ბაჩაშვილის საკითხი იყო და მას რაღაც დანაშაულის გამო მიესაჯა 12 წელიწადი. ამის მერე უკვე ზიანის მიყენება უკვე სამოქალაქო წესით ივანიშვილმა უნდა უჩივლოს მას
და ზიანის მიყენება და ზიანის ანაზღაურებაზე სხვა სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს. ერთი არის მისი ასე ვთქვათ, სისხლისამართლებრივი და დანაშაული და დადგა, მეორე არის ეს ამ სასამართლოს არ დაუდგენია ზიანის ანაზღაურება. ეხლა უნდა უჩილოს მომავალში ნებისმიერი მსგავსი დავები წარმოშობილი რაღაც ჩამონათვალია უამრავი დანაშაული, თაღლითობაც წერია და ასე შემდეგ. არ დაჭირდება, ასე ვთქვათ. და ქვეყნიდანაც არ გაუშვებს სასჯელის მოხდით. 16 წლის განმავლობაში შეიძლება საქართველოს გაუშვო, მაგრამ აი ეს რასაც ნიშნავს ფულის გათეთრება შეიძლება ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საქმე გაიყვანო ფულის გათეთრება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ და მე მარტივი რო იყოს. მაგალითად, ფულის გათეთრება დააბრალეს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. ამ ეს კანონი რომ არსებობდეს და დაუშვა და ხაზარაძე და ჯაფარიძე გაასწრო და გავიდა უცხოეთში. და ფულის გათეთრების მუხლით მათ რაღაცა მიესაჯა, რაღაც გამოტანილი იყო, ოღონდ პატიმრობა არ მიუსაჯეს. და ამავე დროს ცალკე ვიღაც ვინც დაზარალდა, თუმცა საოცრება ის არის, რომ მომჩივანი არ ყავდა ხაზარაძეს და ჯაფარიძესთვის დაზარალებული უნდა ყოფილიყო TBC ბანკი და ბანკს უნდა ეჩვეულა. მომჩივანი არ ყავდა, ესეც სასაცილო საქმეა, მაგრამ იმ შემთხვევაში რომ არც კი უჩივლებ ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრს შვილი ბიძაშვილი აქწერია ნათესავები და დაკავშირებული პირები. ამარგან უნდა ამიღო. რა თქმა უნდა, ბებიის სახლი, ბაბუის სახლი. ხო, გაკულაკებაა ეს პანორომა. ეს შეიძლება შეეხოს კომპანიებში აქციებსაც ყველაფერს. მთელი მისი სანათესაოს ქონება, კომპანიებში მისი წილები, რა თქმა უნდა და პლუს არის დაკავშირებული პირი. საქართველოს კანონმდებლობით და აფილირებული პირი, ჩვენი კანონმდებლობით, რომელიც არის სადასახადო კოდექსში, არის ინვესტიციების კანონში, არის ეროვნული ბანკის კანონში დაკავშირებული პირია, შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორი. აი დავუშვათ, ჩვენ ვართ შეფასოს დამფუძნებლები 50 კაცი, მე ფული გავათეთრე და მე არა მაქვს ფული რომ მიყენებული ზიანი აუნაზღაურო, აგერ თქვენგან პარტნიორისგან ამოიღებს. აი წარმოუდგენელი რაღაცება. დაკავშირებული პირი პარტნიორი, დაკავშირებული პირი თანამდებობრივად დაკავშირებულია. შეიძლება ჩვენ ვიყო დირექტორთა საბჭოს წევრი სადღაც. ჩემთან ერთად მე ფული გავათეთრე, მე თქვენ ჩემთან ერთად ხართ რომელიღაც სამეთვალყურო საბჭოში, ჩემთან დაკავშირებული არ ჩაგვიდენია არანაირი მაგრამ ჩემ ვინაიდან მე არა მაქვს ფული, მე გამოვიპარე, მაგრამ დავხარჯე, არა მაქვს ფული და თქვენგან ამოიღებს. გასაგებია. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ბერკეტი პოლიტიკური რეპრესიებისა და არაპოლიტიკური, არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისათვის რეპრესიული ბერკეტების, ასე ვთქვათ, გაძლიერების, ანუ მოხლუჭების, მოჭერის და ფინანსურ სფეროში.